მეგობრებო, საღამო მშვიდობის. დღეს გადავწყვიტე, რომ ჩავწერო მინი პრეზენტაცია, თუ როგორ ვაკეთებ კომპანია Dream Towards-ში პრეზენტაციას, რადგან უბრალოდ ადამიანმა კითხა, მთხოვა, თუ როგორ შეიძლება ძალიან მოკლე დროში ამ საქმიანობის ახსნა და დღეს მე გაგიზიარებ, თუ მე როგორ ვუხსნი საქმეს სხვებს, ანუ პირდაპირ საქმეზე გადავართ და გეტყვით, რომ ჩემთვის, ჩემი გადმოსახედიდან ძალიან მარტივია პრეზენტაციის ჩატარება კონკრეტულად ამ კომპანიაში, რადგან თვითონ კომპანიის კაბინეტი გვაძლევს მისი გამჭვირვალეობის მეშვეობით იმის საშუალებას, რომ ძალიან ადვილად გავაგებინოთ სხვა ადამიანებს ჩვენი საქმიანობის შესახებ. ანუ დავიწყებ იმით, რომ კაბინეტს როგორც კი გახსნით, აი აქ წერია თავარი ინფორმაცია, რაც ყველას აინტერესებს, სულ რამდენი გაქვს გამომუშავებული თანხა ბიტკოინში, ეთერიუმში და დოლარში. რაც შეგვიძლია ეხავე დავთვალოთ, მაგალითად, ბიტკოინში გვაქვს 0.77 რაც აი კოინზე დავითვალოთ 0.77 221.599 ლარი დღევანდელი ბიტკოინის კურსის მიხედვით 3.1 ეთერიუმი 3.1 ეთერიუმი კაი იყოს პლუს 39.000 ლარი და ნუ $3,000-მდე, ანუ თქვენ თვითონ გადათვალეთ ჯამში, ანუ დღეს რა გამოვიმუშავე დღევანდელი ეთერიუმის კურსის მიხედვით, აქ ხედავთ 0.1 ეთერიუმში რომ დავითვალოთ არის 0.025, ანუ 321 ლარი მხოლოდ ეთერიუმში. აი ეს რომ დავთვალოთ მარტო ბიტკოინში გამომუშავეთ 0.0004, ანუ ეს ამდენი ნოლი ვითომ არაფერს ნიშნავს, მაგრამ საბოლოო ჯამში საკმაოდ კარგი თანხაა. 131 ლარი მშვენიერია და პლუს $27. ნუ სადღაც ლარში რო გადავიყვანოთ ყველა ერთად, დღევანდელი ჩემი დარიცხვა არის 500 ლარი. ჯამში ეს დაახლოებით 300,000 ლარამდე არის, ნუ 270,000. ნუ ეს არის თავარი ველი, ეხლა არ არის აუცილებელი, მაგალითად ამდენი თანხა გქონდეთ გამომუშავებული, მე უბრალოდ დიდი ხანია რაც ამ კომპანიაში ვარ და აქედან გამომდინარე დამიგროვდა კიდევაც გამომუშავებული თანხები, ზოგი განაღდებული მაქვს და დახარჯული მაქვს, ზოგი არა, ზოგი რა ვიცი პროცესშია, ანუ შემდეგ ეტაპზე რო გადავიდეთ, აქ ჩანს ვინ არის ჩემი მენტორი, ანუ ვისი რეკომენდაციით მოვხდი მე აი აქ ამ კომპანიაში. შემდეგი ეტაპი არის ანუ კომპანიის გეოგრაფია, ანუ სულ რამდენი ადამიანი აქ ხედავთ, სულ რამდენი ადამიანია რეგისტრირებული კომპანიის დაარსებიდან დღემდე და შემდეგ არის ტოპ 9 ქვეყანის ჩამონათვალი, სადაც ნაჩვენები არის რომელი ქვეყნიდან რამდენი ადამიანია დარეგისტრირებული, ანუ აქ ჩანს საქართველოსთან საკმაოდ დიდი აქტივობაა, 22,000-ზე მეტი მომხმარებელია ჩართული, ასევე უკრაინიდან, თურქეთიდან, იტალიიდან, ბელარუსიდან, ინგლისიდან, მოლდოვა, ანუ თუ რომელიმე ქვეყანა მაგალითად გერმანია სიტყვაზე გადაასწრებს რეგისტრაციების რაოდენობით სიტყვაზე ან მოლდოვას, ან ინგლისს, ან სხვა ნებისმიერ ქვეყანას, ვინც ამ ტოპ 9 ქვეყანაში აუცილებლად გამოჩნდება აქ კომპანიის გეოგრაფიაში. ნუ მოკლედ აქ ხედავთ ტოპ 9 ქვეყანას, ვინც ჩართულია ამ ქვეყანაში, ამ ბოდიში საქმიანობაში რეგისტრაციების რაოდენობის მიხედვით. ანუ აქ ხედავთ უკვე ბოლო გადახდებში, ბოლო 10 ადამიანს, ვინც თანხა გაანაღდა, რა ვალუტაში გაანაღდა და რა დროს, მაგალითად არის 21 სექტემბერს არის თანხა განაღდებული ეთერიუმში, ასევე 21 სექტემბერს აქვს ბიტკოინში განაღდებული ამ ადამიანს, ანუ
21 სექტემბერს აქვს ასევე დოლარში, შემდეგ მოდის 18 სექტემბერი, მე ვიცი ვინც არის ეს ადამიანი, მაგრამ კომპანიის კანონიდან გამომდინარე, მხოლოდ პირველი 200-ია ცნობილი ამ თანხის გამნაყდენობის შესახებ. შემდეგ არის ბოლო რეგისტრაციები, ანუ რომელი ქვეყნიდან დარეგისტრირდა, ვინ დარეგისტრირდა და როდის, აი აქ შეგვიძლია ვნახოთ და აქაც მოცემულია ბოლო 10 რეგისტრაცია, ანუ ბოლო 10 ადამიანი, ვინც ამ სისტემაში ჩაერთოთ. აქ ხედავთ ხო, ანუ თარიღი, სახელი, გვარი, დროშა, ანუ რომელი ქვეყნიდან გაკეთდა რეგისტრაცია. შეხედავთ, რომ ქართველები საკმაოდ ჭარბობენ. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საქართველოში ეს სისტემა უკვე რამდენიმე წელია მუშაობს. ანუ შემდეგ რაც მინდათ გაჩვენოთ არის, ანუ პაკეტების შეძენა. გეტყვით, რომ არის რამდენიმე პაკეტი, სტარტი, პროფესიონალი და VIP. ყველა პაკეტს აქვს თავისი ფასი და შეფარდებულია დღევანდელი კურსით, ექვივალენტი ბიტკოინთან და ეთერიუმთან. მაგალითად, დღეს სტარტ პაკეტი ჯდება $140, პროფესიონალური პაკეტი ჯდება აი ეს თანხა რაც წერია და VIP პაკეტი ჯდება ეს თანხა. ანუ თუ მოიმატებს, ასე ვთქვათ, კრიპტოვალუტის კურსი შესაბამისად გაძვირდება პაკეტების საწყისი ფასი, თუ დაიკლებს, გაიაფთება, მაგრამ ეს აუცილებლად დაკორექტირდება, ანუ $150 სტარტი პაკეტის ფასი არ გაასწრებს და $100 დაბლა არ ჩამოაქვს საწყისი ფასი. ასევე შემიძლია პროფესიონალზე ვთქვა, რომ $400 არ გაასწრებს საწყისი ფასი და $250 ქვევით არ ჩამოვა. და ნუ შემდეგ VIP-ც, ანუ $600 ქვევით არ ჩამოვა და $800 არ გაასწრებს, ასე ვთქვათ. სხვა შემთხვევაში მოხდება პაკეტების კორექტირება, რაც გულისხმობს იმას, რომ დაიწევს საწყისი ფასი ბიტკოინში და ეთერიუმში. ანუ რატო გაჩვენებთ ახლა მე ეს პაკეტი? აქ მოცემულია მინი კალკულატორი, რომ დაუშვათ, აი თქვენ თუ აკეთებთ სტარტ პაკეტით, თუ დაიწყეთ ეს საქმე და ჩართეთ რამდენიმე მოხმარებელი, მაგალითად 2 თქვენი მხრიდან, რა თანხა გექნებათ პირველ საფეხურზე გამომუშავებული, იგივე რომ გაეკეთებინათ პროფესიონალური პაკეტით მუშაობის შემთხვევაში, რა თანხა გექნებოდათ გამომუშავებული, ანუ $155 დაახლოებით, ანუ VIP პაკეტით ჩართვის შემთხვევაში, რა თანხა გექნებოდათ გამომუშავებული, ეს უკვე ნუ საწყის ეტაპზე საკმაოდ სოლიდური თანხაა, იმიტომ რომ 2 მოხმარებელი ჩართო საქმეში და $253 მიიღო, ანუ ინვესტიციასთან შედარებით თითქმის 2 და 3 შემოსავალი. ანუ რომ გავაგრძელოთ, მაგალითად, გაიზარდა თქვენი გუნდი და თქვენ ხართ 6 ადამიანი, გექნებათ $1200-მდე გამომუშავებული, ნუ რა თქმა უნდა, ექვივალენტი კრიპტოში, ანუ უფრო გასაგები რო იყოს, ანუ თქვენ გითვლით კომპანია ბიტკოინს და ეთერიუმს, ანუ ერთეულში რამდენი გექნებათ გამომუშავებული და შესაბამისად დღევანდელი კურსის მიხედვით დოლარში რა თანხას უდრის ეს. მაგალითად, კიდევ გაიზარდა თქვენი სისტემა და აი ამ შემთხვევაში უკვე $4000-ზე მეტი გაქვთ გამომუშავებული, შემდეგ ეტაპზე $8000-ზე და ნუ აი ესე იმატებს, ანუ ეს თქვენი შეგიძლიათ დათვალოთ აგერ 22000 და ანუ საბოლოო ჯამში დაგირიცხავთ კომპანია იმდენს, რამდენსაც გამომუშავთ. ანუ ეს მინდოდა სულ ეს არის ჩემი პრეზენტაცია. შემდეგ შეგიძლიათ ადამიანს აჩვენოთ, ანუ ბევრი კითხულობს, რაში გქნით თანხას. გასაგებია, ჩვენთან პროდუქცია არ არსებობს, ასე ვთქვათ, რამ ხელშესახები პროდუქცია ჩვენს კომპანიაში არ არსებობს. გამომდინარე იქიდან, რომ ქსელური მარკეტინგი გულისხმობს ორ რამეს, ან ქსელური მარკეტინგი უნდა ყიდდეს პროდუქციას, მაგალითად ბიოდანამატებს, მაგალითად სამოგზაურო ტურებს, სამკაულს, საათს, სასწავლო კურსებს, ან უნდა ყიდდეს თვითონ პლატფორმას, ანუ ჩვენი კომპანია ყიდის პლატფორმას. გამომდინარე აქედან, თქვენ თანხას იხდით იმაში, რომ გეხსნებათ აი ეს კაბინეტი, რის შედეგადაც თქვენ იღებთ ვიდეო გაკვეთილებს, ტექნიკურ მხარდაჭერას და სწავლებას. ანუ აი ამ ყველაფერში თქვენ გეძლევათ
პლუს ინფორმაციული მასალები. თქვენ გეძლებათ ის პლატფორმა, რისი დახმარებითაც თქვენ შეგიძლიათ შეისწავლოთ, როგორ აკეთებთ ეს საქმე, როგორ გააკეთოთ რეკლამა, რა ეტაპზე რა არის საჭირო იმისთვის, რომ შემდეგ ეტაპზე გადახვიდეთ და ანუ თვითონ სწავლება, რაც აქვს კომპანიას მოცემული, ის გასწავლით, როგორ აკეთოთ ეს საქმე. აი, ამაში ვიხდით ძირითადად თანხას. ანუ შემოსავალი ნაწილდება შემდეგნაირად, რაც შემოდის კომპანიაში, ჩემგან, თქვენგან და ნებისმიერი ადამიანის მხრიდან, ვის ქსელში ჩაერთვება და ვიღაცების დარიცხვებიდან, 90% ნაწილდება მომხმარებლებში, 10% რჩება კომპანიას მოგების სახით. ანუ აქ კომპანიას აქვს მაქსიმალური მინიმალური მოგება. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანია სარგებელს ხედავს და შესაბამისად ორიენტირებულია იმაზე, რომ კომპანიაში ჩართული მომხმარებლები დაიჩნენ მაქსიმალურად მოგებულნი. ამიტომ შექმნა აი ეს სწავლება და ამიტომ არის კომპანია მოტივირებული იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი ასწავლოს მომხმარებლებს, რაც შეიძლება მარტივი და გამჭვირვალე სისტემა ქონდეთ, რომ რათა ჩართულმა ადამიანებმა გამოიმუშაონ მეტი თანხა. აა მეტი პრეზენტაციის ეტაპზე არაფერი არ შემიძლია გითხრათ. ანუ დანარჩენ კითხვებთან დაკავშირებით შეიძლება დამიკავშირდეთ პირადში, ვიდეოს დაურთავ სპეციალურად ლინკს ბოლოში, სადაც თქვენ შეგეძლებათ გაიაროთ რეგისტრაცია, გახსნათ კაბინეტი უფასოდ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ უფასოდ გახსნათ კაბინეტი და უფასოდ გამოიმუშაოთ თანხა. უბრალოდ რომ დაათვალიეროთ შიგნიდან, შემდეგ თუ გადაწყვეტ, რომ შეიძინოთ პლატფორმა, ამ შემთხვევაში დამიკავშირდებით მე, თუ რაიმე კითხვები გექნებათ, შევესწრებით დავაკმაყოფილოთ თქვენი კითხვები შესაბამისი პასუხებით, თუ არ გექნებათ კითხვები, შეგვიძლია პირდაპირ ვითარაშულოთ. ჩემი მხრიდან მიიღებთ იმას, რომ მე მოგაწვით იმ ინფორმაციას, რაც თქვენ დაგჭირდებათ. მიიღებთ ასევე იმას, რომ შეთანხმების შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვიმუშაოთ ერთად. მაგრამ მეც მექნება ერთი პირობა, ანუ თუ შევთანხმებით რომ მუშაობთ ერთად, ვაკეთებთ იმას, რაზეც შევთანხმებით დასაწყისში. შემდეგი, ანუ შემიძლია გითხრათ, რომ ანუ აქ აი ამ მენიუს აღარ განვიხილავ მეტად, თქვენ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ და გადახედოთ, რამდენად ლეგალურია ეს ყველაფერი, თუ კარგად მოიძიებთ, აქ არის კომპანიის სერტიფიკატი, ანუ სად არის დარეგისტრირებული, ვის მიერ არის დარეგისტრირებული, მოიძიოთ იმის დადგენილება, რომ მართლაც ეს ქსელური მარკეტინგია და ну, მოკლედ და მარტივად რო ვთქვათ, მე აღარ ვარ იმ საფეხურზე და იმ ეტაპზე, ხა წარმოიდგინეთ ერთი დღის დარიცხვა, რომ შემიძლია 500 ლარი გაჩვენო, ხო და 700 ლარი და 4000 ლარი შემიძლია გაჩვენოთ შენახული მოცის სკრინები, მაგრამ ეს დღევანდელი ახლა რასაც აქ ხედავთ, ანუ აღარ ვარ იმ საფეხურზე, რომ ვიღაცებს ვუმტკიცო, რაოდენ კარგი საქმეა ეს. ანუ ვინც თulis რომ კარგი საქმეა, ვინც თulis რომ მისთვის არის ეს საქმე და ვინც თulis რომ შეუძლია რომ გააკეთოს და რაღაც წინსვლას ნახავს ამ საქმის დახმარებით, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, დაგვიკავშირდეთ და წარმატებებს გისურვებთ და ვინც თulit ნებისმიერ სხვა რამეს, ანუ რა ცუდი თვალითაც არ უნდა უყურებდეთ ამ საქმეს, თქვენს ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, ასე რომ წარმატებებს გისურვებთ. მადლობა.